რაც გინდათ აი ესეთი დარიჩინიანი როლები, ფუნთუშები მიირთვათ ხათასგან, ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, ეს არის სასწაული. მოგესალმებით ჩემო საყვარელო გამომწერებო, დღეს ჩემი შვილის თხოვნით უნდა მოვამზადო დარიჩინიანი ფუნთუშები, ანუ როლები, ყველგან იყიდება და ძალიან გემრიელია და მეც უმეტეს ოჯახში რო აწყობ და სახლის პირობებში რო აწყობ, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოგივა და ეხლა მარტივად უნდა მოვამზადო თქვენთან ერთად. პირველ რიგში აქ ვაქვს მე 200 მილიგრამი რძე და სულ ცოტა წყალი გაურიე და ეხლა გავუკეთებ ერთ სუფრისკოს საფუარს და შაქარს და ფქვილს, რომ აპარა მოვამზადო. საფუარის არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ საფუარი ყოველთვის 100 გრადუსზე 200 გრადუსზე კარგავს თავის ფუნქციას, ანუ კვდება საფუარი. თავარია, იცით რა გვასუქებს ჩვენ პურის ხარისხი, ფქვილის ხარისხი გვასუქებს, ანუ რა სორტის ფქვილით ვამზადებთ ამ თუ იმ, თორე საფუარი ისედაც კვდება, ესე იგი საერთო მასიდან 100 გრამი 100 გრამი შაქრიდან აქ ჩავაყრი შაქარს და ფქვილს, რა თქმა უნდა, 1 2 3 იმას ეხლა ესე ამოურე და გადავდგავ, რომ აპარა იყოს მზად. ამასობაში მე სხვა ინგრედიენტებს ავთქვებ. ესე, იმას ეხლა გავხსნი კარგად. მიქსერი არ გჭირდება ამ ფუნთუშების მოსამზადებლად, ესეთი დიდი ხელისაფრთხები, მაგრამ ესე მარტივად წამში გაითქვი ყველაფერი. თან მარტივი თუ სწორად მოამზადებთ, აუცილებლად ცომი. მთავარია ცომი უნდა როგორც კასკაში უნდა გასამაგდეს, რომ კარგი ფუნთუშები გამოვივიდეს. დარიჩინით უსასწაულია, მართლა საოცარი არომატი აქვს, ზემოდან უნდა წაუსვათ კრემყველი, უკვე რომ გამოცხობა, უკეთ ყველაფერს დეტალურად გაჩვენებთ. აი ნახეთ, როგორ გაითქვიფა წამში, ამას გადავდგამ. ეხლა რას ვაკეთებთ? ეხლა ყველა ინგრედიენტი უნდა შევაერთო. აქ მაქვს მე 2 კვერცხი. ხელით ვზელ, იმიტომ რომ რაღაცა ხელით მინდა რომ გავაკეთო. შაქარი, ციყვი მარილი, წონი ტყიდულობ თეოსთან მეველეს 3 ნომერში ნავთლუხში, ნახეთ, ვერ დახარჯავთ იმდენია და ერთ პატარა შეკვრაში რამდენი უნდა გადაიხადოთ, თქვენ თვითონ დაფიქრდით, რამ ხელა შეღავაც გააკეთებთ. მიდით თეოს სუნელებში ნავთლუხის, ძველი ნავთლუხის ბაზარია, მეველეს 3 ნომერში ვერ დახარჯავთ იმდენი ვანილია. რატო უნდა გადაყარეთ ყველა ფოლი და აი ესე ამოვკითხავ. ესე ამოვკითხავ. ამასობაში ჩემი საფუარი გააქტიურდება. აი ეს. არაფერი არ უნდა ზედმეტი. ძალიან მარტივია. აქ მაქვს ზეთი. 100 მილიგრამი ზეთი უნდა ზეთსაც ჩავუშვებ. გაცრელი ფქვილი მაქვს, ფქვილი შეეცადეთ 2-ჯერ 3-ჯერ გაცროთ. გინდათ რომ კარგი კონსისტენციის და ნებისმიერი ხაჭაპური გამოგიეთ. ცომს უხდება რამოდენიმეჯერ გაცროთ. აი პასკებს რომ მოვამზადებ, მე გაცრენებ, წელს შევეცდები რომ პასკა ძალიან ადრე გამოვაცხოს და გაჩვენოთ პირდაპირ ეთერში. პასკის ფილსაც რამოდენიმეჯერ ვცროხლე. ეხლა ვუმატებ 100 გრამ კარაქს, ნახეთ. 100 გრამ კარაქს, მეტი არ უნდა. და ამასაც აი ესე ვცდილობ, რომ შაქარი რატო უურე, ვიცი რომ თავარია შაქარი გავღოს, რომ ცომს უნდა დავაცადო, მე რა თქმა უნდა აიღუმელში მე შევფუთავ და 40 გრადუსზე შევდგავ ჩემს გასტურაში. რომ როდესაც მეჩქარება ხოლმე პასკის ცომსაც ესე ვაკეთებ მარტივად, რომ მალე ამოფუვდეს. ძირითადი მასა უკვე მომზადებული მაქვს. აი ნახეთ, საფუარი როგორ გააქტიურდა, კიდე ესე. ჩვენი აპარატი მზად არის.
და ეხლა ყველა ინგრედიენტი შეერთდა, რა თქმა უნდა. ეს ხის გობი საკმაოდ დიდი ჯიჯაუში ვიყიდე და ძალიან პრაქტიკულია, როცა ესე რამეს ხელით როცა ვზევ, ქადებს ვამზადებ, ან ნაზუქებს ვამზადებ, ძალიან პრაქტიკულია და ეხლა ესე ხელით ნელ-ნელა შევაზებ. ესე ხელით შევაზებ. ახლა როგორ ფუნთუშებს გამოვაცხობ, გაჩვენებთ. ესე გავასრულებ ცომის მოზელას და გაჩვენებთ როგორი ფაფუკი. ხელით მოზელის ასე მგონია არაფერი არ ჯობია. მე ძალიან მიყვარს ხელით მოზელი. ხო რა არის? არომატები უკვე ტრიალებს. აი ამ ჯამში სადაც ფქვილი იყო, აი ამ ჯამში გადავიტან, შევფუთავ და შევდგავ 50 გრადუსზე, რომ ცომი გამისამაგდეს და გამიოთხმაგდეს. ისე ცომი სხვანაირად თუ არ დააცდით, არ გამოგივათ ფუნთუშები და როლები, ისეთი როგორიც უნდა იყოს. ძალიან, ესე იგი, არც ხელზე უნდა გეკვროდეთ ცომი და არც ძალიან მყარი არ უნდა იყოს. ეს არის ოქროს წესი, ჩემგან დაიმახსოვრეთ. ეხლა ამას ერთი 15-20 წუთი ესე ხელით დავამუშავებ. დაგიბრუნდები ცოტა ხანში. ფქვილით აღარ ვამძიმებ მასას, აი ესე გვერდზე მიდგას ზეთი, აი ოდნავ ვისველებ ხელს, აი ესე ოდნავ ვისველებ ხელს და ვზევ ცომს. ეხლა სანამ აი ხელშივე რო ვიგრძნობ, ხაჭაპურის ცომსაც ასე ვაკეთებ, ხელშივე რო ვიგრძნობ, რომ ცომი გააქტიურდა, მხოლოდ მაშინ გავჩერდები. კაიხანს აი ესე თითქმის 15-20 წუთი ესე ხელით ვზევ. აი მიქსერის და ცომსაზელის ფუნქციას ვასრულებ ოღონდ ჩემი ხელებით და ჩემი თითებით. წავედი ახლა ბოლოსკენ, ნახეთ როგორი ცომი მოიზილა. აი ჯამში ხის გობში არ უნდა დაგჭეს არც 1 გრამი. მე ჩემ შვილიშვილებსაც ამას ვეტყვი და ვასწავლები. ჩემი მეტყობა ხოლმე რომ ქალმაო 1 გრამი ფქვილი არ უნდა დატოვოს. აი 1 გრამი. აი ესე უნდა რომ მოაპრიალებ ამას უკვე ცომიც მზად არის და ნახეთ როგორი ცომია. ნახეთ როგორი ცომია და ორი აი დავდგამ ახლა ამოსაფულობად რო გასამაგდება დაგიბრუნდებით. აი როგორი ცომი მოვზილე. აი ესე ცელოფანი შემოვაკარი, რა თქმა უნდა ჯვარი გადავსახეთ, ყველაფერს ჯვარი გადასახეთ. თუ გინდათ რომ კარგი გამოგივიდეთ, აი ესე ჯვარი გადავსახე და 50 გრადუსზე ეხა სანამ ჭურჭელს გავარეცხავ, სანამ აქ სამზარეულოს მივალაგებ, ეს ცომიც ამოფუშფუშდება და გაჩვენებთ რა მარტივია დარიჩინიანი როლების მომზადება სახლის პირობებში ხათოსგან მეყვარხართ. ბევრისგან გამიგია რომ ფუნთუშის, პასკის ცომი არ ამოდის. აი ნახეთ, ჯერ 9 საათიც არ გასულდა, კი არ გაორმაგდა, გაოთხმაგდა. აი ნახეთ, თითქმის ამოივსო მთელი ჯამი. ამიტომ სწორად უნდა მოზილოთ ხოლმე და იმიტომ ესე დეტალურად იმიტოვდებ ხოლმე ვიდეოებს, თუ ფუნთუშის, პასკის ცომი სწორად არის მოზელელი, აი 9 საათში უკვე გასამაგდება და გახუთმაგდება. აი ნახეთ რა, ნახეთ როგორი ცომია. და ეხლა უნდა მოვამზადო ზემოდან მოსაყრელი. ეს არის ყავისფერი შაქარი, აუცილებლად ყავისფერი შაქარი უნდა. თუ ვაკეთებთ, უნდა იყოს ზუსტად რეცეპტის მიხედვით და ეს არის დარიჩინის დარიჩინი, აი ესე ბლომად უნდა დარიჩინი, ერთი არასავსე სუფრის კოუზი უნდა, რომელსაც მე ვყიდულობ თეოსუნელებში მეველე 3 ნომერში, აი ესე კარგად უნდა აურიოთ ერთმანეთში. ოხ, რა სურნელი, რა ფუნთუშები გამოვა, რა სურნელი ხომ მოგივიდა. ოხ. სასწაულია. აქ მაქვს ოთახის ტემპერატურაზე გამღალი კარაქი, რომელიც რო გავშლით ცომს უნდა წავისვა და მაშ ასე დავიწყეთ ახლა ცომის გაყვანა და ყველაფერს გაჩვენებთ. აი ნახეთ რა. აი ცომიც არის და ცომიც სანდრო ამა შეხედე. პატარა გასაფრთხილებელი მომეც. აი მე ხელში ვერ დაიჭერთ ხო ეს რა არის? რა ფუნთუშებს დააგემოვნებს ახლა ბატონი ალექსანდრე. სანდრო და მიშო ღმერთო.
აი ეს არის ფუნთუშებიც არის და აი ნახეთ, აი ფუნთუშებიც, აი ცომი არის გათმაგებული. აი ხა ესე ნაზად უნდა გავიყვანო დაახლოებით 60-ზე და რას გავაკეთებ მე იმასაც გაჩვენე. ცომი გავშალე 60-ზე და ეხა ნახეთ აი ესე წავუსვამ გამდნარ ნატურალურ კარაქს. მთლიანად კარაქსი არის. რა თქმა უნდა თუ შეიძლება რომ მოამზადოთ მარგარინით, მაგრამ როდესაც სახლში ვაცხობ და მე გადავწყვიტე უკვე რომ ყველაფერი გამოვაცხო კარაქზე, სასურველია რომ კარაქზე გამოვუცხოთ ჩვენ შვილებს. ეხა ეს ნიშამთხოვა. საწყად გაუსინჯია და აუდედიკო ძალიან მინდაო რომ ესე ბლომად წავუსვათ. აი ესე ერთო როლიც არის და როლიც. ფუნთუშაც არის და ფუნთუშაც. ჩემო ასისტენტო ხელთად ის რამე სალფეტკია მომაწოდე რა. გამოყრა უნდა დავიწყო უკვე ისე. ცხიმი შეიძლებოდა 50 გრამის ცოტა გამეკეთებინა ძალიან ბლომად, მაგრამ კარაქია და არა უშავს. ნახეთ როგორია. ეხა ამას ესე მოვაყრი. ყველგან და მოვაყაროთ ესე ბლომად. აქ არის ერთი ჭიქა ყავისფერი შაქარი, როგორც ვეძახით, ყავისფერ შაქარს და დარიჩი. ხო. აი, ესე მოვაყრით. კუჩიკო ნახე ყურები აქვს დაგრძელებული, ძალიან აინტერესებს რა ხდება აქ. რა ხდება აქ აინტერესებს ძალიან. გაინტერესებს ბიტო აქ რა ხდება? გაინტერესებს. აი ესე მოვაყარე და გადი იქით. გაიყვანე სანდრო ცოტა ხანი. აი ესე მჭიდროდ უნდა გადავახვიო. წათი მამასთან წათი. აი ესე მჭიდროდ უნდა გადავახვიოთ. გამოვა ესე უფუმფულესია, ძლივს ვახვევ. თუ ცომს სწორედ მოამზადებთ გამოგივათ საოცარი პასკებიც და ფუნთუშებიც, იმიტომ რომ თავიდანვე ეტყობა ცომს. აი ნახეთ რა ძალიან მალე სადღაც 45 წუთიც არ იყო. ეხა აქ ამას ისე შევკრავ. აი ესე ხელებით კარგად და გამოსაცხობ. ზოგი ჭრის იმით რა ქვია ძაფით. მე ჩვეულებრივად დანით დავჭრი და დავაწყობ გამოსაცხობ ფორმაში. კიდე ავაფუებ და დაგიბრუნდებით. ჩვეულებრივად დანით დავჭერი და გადავიტანი. ნახეთ როგორ გამოიყურება. ცოტა ადგილი უნდა დაუტოვოთ, რომ ეხლა ამას 50 გრადუსში კიდე ამოვაფუებ და მერე გადავიყვან 180 გრადუსზე და ზემოდან კრემყველით, კარაქით და შაქრის პუდრით მოვამზადებ ვინანქარს და საბოლოო ვარიანტსაც გაჩვენებთ. ეს უნდა გააკეთოთ ხათოსგან, ეს უნდა გააკეთოთ. როლიც არის და როლიც. ეს არის საოცრება. მალე იქნება მზად და ეხლა რას ვაკეთებ? ზემოდან მოსასმელი, ესე ვთქვათ, კრემყველი დამჭირდება. ეხლა კარაქს ამოვიყვან შაქრის პუდრასთან ერთად და კრემყველი და ზემოდან წავუსმებ. ძალიან მარტივია. მზადებული ფუნთუშებზე, როლებზე მოსასმელი ზემოდან ნახეთ როგორი ჰაეროვანია და მალე იქნება ფუნთუშებიც. ბიჯო როლიც არის და როლიც ესეც გამზადებული. ეხლა მოусმევ ამ ცხელსვე უნდა მოусვათ ეს კრემყველი, აი ესე უნდა მოусვათ, დაგიბრუნდებით. ეხლა დიდი ვიდეო გამომივიდა ძალიან და ჩვენი ფუნთუშები დარიჩინიანიც მზად არის. ეს არის საოცრება. საოცრებათა საოცრება. გამზადებული შეგრილდება და ამოიღებს და მიირთმევთ. აი საოცრება. გამზადებული, პროსტა შეხედეთ როგორი როლებია ფუნთუშა დარიჩინით. მოამზადეთ ხათოსთან ერთად არინანებს. სასწაულია.